16 დეკემბერს საბჭოთა კავშირიდან ალიის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც ისრაელში ქართველი შინდლერის სერგო-მეტრეველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაც მოეწყობა. ამის შესახებ დღეს ისრაელის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა განაცხადა. იციქ მოშემ დღესვე 2015 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იერუსალიმში ბიზნეს ფორუმი თბილისი-იერუშალაიმ გაიმართება. ასევე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. მინდა აღნიშნო, რომ ისრაელის პარლამენტმა იად ვაშემის მუზეუმმა გადაწყვიტეს, რომ მათმა გადაიღონ ეს ფილმი. ეს არის უდიდესი რამ, ვინაიდან ქართულ ებრაულ ურთიერთობაში ეს არის თითქმის ერთადერთი თემა, რომელიც შეიძლება მიაღწიოს 14 მილიონ ებრაელს. არის სერგი მეტრეველი, რომელმაც გადაარჩინა ებრაელები, ჩამოიყვანა რაჭაში და აღსანიშნავია, რომ ისრაელის ქვეყანამ ეს ცნო, იად ვაშემმა ეს ცნო და ფილმი არის გადაღებული 10 წუთიანი, რომელსაც ჩვენ გავუშვებთ 16 დეკემბერს.